მოგესალმებით YouTube მაყურებლებო, კვირის YouTube ამბებს გიყვებათ ზურა და გური. ჰამაკმა ახალი ვიდეო დადო სახელწოდებით იუთუბერები AI-სთან დამარცხდნენ. აღსანიშნავია ის, რომ იუთუბერების გუნდი აშკარად გადახალისებული შემადგენლობით იყვნენ. მირიანი, კორსიზი, ერთი სახელი არ ვიცით და კალატოზის შემცვლელი იყო კალატოზი ჯუნიორი. ერთიანი ტამ ახალი ვიდეო დადო, რა ხდება ანტარქტიდაზე სინამდვილეში. თუ გაინტერესებთ რა ხდება ანტარქტიდაზე სინამდვილეში, გადადით სოსოსან კაკოს არხზე და უყურეთ ვიდეოს. ოქტოპუს 8 დღეა ვიდეო არ დაუდია, კალა ისევ დეპრესიაშია. ჩვენი არხი უსურვებს კალატოს გამოჯამთელებას და ვიდეოს მალე დადებას. ილუზიონისტ ბალაშა გელაშვილმა ახალი ვიდეო გააჩინა თავის YouTube არხზე სახელად ყველა კონტენტი ერთ ვიდეოში. ამ ვიდეოში ლაშა გელაშვილი ქართული YouTube-ის იუსტიციის სახლია. ორი მუზას Instagram Store-ზე ქუთაისელი ბიჭების ფოტო არ დადებულა წარწერით გვენატრებით. არ დავიცით რომ ვენატრებით, ჩვენს ვენატრებით ერთ-ერთი განსაკუთრებით. მილობას გუშინელმა სტრიმმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სადასტურმა ზალიკო ბერგერი ყავდა. სიახლე დიდი არაფერი, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ზალიკოსგან მოველოდით. 1 რჩევა ჩვენგან მილობას. სტრიმზე გოგონების დაამატე, უკეთესი იქნება. ჰანგრიმენმა 500,000 გამომწერი აღსანიშნავად მანქანები და მოპედები გაათამაშა. ვიდეო ძალიან ამაღელვებელია. ცოტა სწავს და ქალაქში გადაადგილებისთვის იდეალურია. მიძვრები მოძვრები. ვიდეოს იმდენი ნახვა აქვს, თუ დარჩავი მე ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად გადადით და უყურეთ ამ ვიდეოს. გუშინ მაგიდის დერბის ფინალის დაიდო. ფინალში ერთმანეთს ტატო და გაბრო შეხვდნენ. ვისაც ყურება გეზარებად გეტყვით, რომ ფინალი გაბრო მოიგო, ხოლო ვინც ყურებას აპირებთ ნახეთ, შეიძლება ტატო მოიგო. სარკასტიკას ახალი ვიდეო დაიდო. სტუმრად ნეკადო როყაშვილი ყავდათ. ჩვენ გვინდოდა ამასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტის გაგზავნა, მაგრამ ჩვენმა კორესპონდენტმა უარი განაცხადა. პასტო პანტასტომ ახალი ვიდეო დადო. ისტორია ადამიანებზე, ვინც გაბედა და შეძლო შეუძლებელი. ჩვენც შევძელით შეუძლებელი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვდივართ. ზიპერამ ახალი ვიდეო დადო. ზიპერას TikTok რეაქცია. კავერის ფოტოზე ლორენცო არის გამოსახული. როგორც ჩანს, ზიპერას მხოლოდ ერთი ჰაუსელის ადგილი ჰქონდა. სხვა შემთხვევაში ვიებსნით რატომ ლორენცო. მისტერ ბრისტმა ახალი ვიდეო დადო. ვისაც ინგლისურად ყურება არ გინდათ, დაელოდეთ ცოტა ხანი და იხილავთ ქართულ YouTube-ზეც. კეთილებმა სერია ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ დადო. ამის შესახებ ვიდეო გადაიღეს, ტექნიკურად გამართეს და დადეს. მერავ დვალიშვილმა ახალი ვიდეო დადო, სადაც აღნიშნავს დაბადების დღეს საქართველოში, ნინა დრამასთან ერთად. ამაზე ვერ ვიტყვით ვერაფერს. ორი თავი ხომ არ გვაქვს? არა, ორი თავი გვაქვს, მაგრამ თითოს თითო. ბენის YouTube არხზე ახალი ვიდეო დაიდო. ნახევარი საქართველო ოცეკვე ამ მუსიკაზე. ჩვენც ავაცეკვეთ ნახევარი საქართველო ოღონდ სხვა მუსიკაზე. რაბანას YouTube არხზე ბოლო ვიდეო უდევს, გავხდები 24 საათში MMA-ის მებრძოლი. ამის შემდეგ ერთი თვია ვიდეო არ დაუდია. რაბან, ხომ მშვიდობა გაქვს? კომედი ჯგუფის YouTube არხზე ტახიმახოს მესამე სეზონის ბოლო სერია დაიდო. შეიძლება იფიქროთ ახლა რაღაც უნდა უყუროთ ქართული YouTube-ზეო, მაგრამ უყურეთ ჩვენ საინფორმაციოს და ყველაფერს გაიგებთ. კვირის YouTube ამბებს გიყვებოდათ გური და ზურა.